Shocking to see those allegations in the documentary the BBC. კი, ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო იმ ბრალდებების ნახვა BBC-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში. როგორც ჩანს, დემონსტრაციაზე მხოლოდ წყლის ჭავლი არ იყო გამოყენებული. ფილმში წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები მართლაც საგანგაშოა. კაფიოდ ჩანს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აღენიშნებათ. თუ აკრძალული ნივთიერების გამოყენება დადასტურდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს ძალიან სერიოზული შედეგები და მე აუცილებლად მოვითხოვ ამას. ისევე როგორც კოლეგები თემთა პალატაში ყოველთვის ვაკეთებთ ამას. ჩვენ მოვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს და უფრო ძლიერ ზომებს ხელისუფლების წინააღმდეგ. დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესა სანქციები არაერთ პირზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ოცნების ხელისუფლებასთან. თუმცა ეს არ მივიდა იქამდე, რასაც ვითხოვდი. დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ თუ კვლავ იქნება ძლიერი ეჭვი, თუ კი დამატებითი მტკიცებულებები იქნება, რაც BBC-ს დოკუმენტურ ფილმს გაამყარებს, მაშინ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს არგუმენტს არა მხოლოდ სანქციებისთვის, არამედ სხვა კუთხითაც. საქართველოს მთავრობა ძალიან ბევრად არის დამოკიდებული ბრიტანულ ინვესტიციაზე და ბრიტანეთთან თანამშრომლობაზე. დიდ ბრიტანეთს აქვს სხვა გზებიც. ასე რომ სანქციები არის მნიშვნელოვანი ნაწილი ზეწოლის, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ხელთა აქვს. თუ სურს დასაჯოს ქართული ოცნება იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რომელიც სავარაუდოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელეს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა როლს თამაშობენ ივანიშვილისთვის სანქციების შენელების პროცესში ქართული ბანკები? ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ აშკარად მსმენია ხმები იმის შესახებ, რომ გარკვეული შეხვედრების მცდელობები მიმდინარეობდა. თუმცა ივანიშვილის დასანქცირებას კვლავ კატეგორიულად ითხოვენ ბრიტანეთის პარლამენტში და ეს პროცესი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მით უმეტეს, რომ თქვენ ნახეთ, ჩვენმა კოლეგებმა სახელმწიფო მინისტრისგან მოითხოვეს ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. თუმცა აშკარად სხვა აქტორებიც მოქმედებენ. ივანიშვილის ან სულ მცირე მმართველი ჯგუფის სახელით, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ამ პროცესზე დიდ ბრიტანეთში. There are clearly other actors who are operating on behalf of Ivanishvili or at least the government cabal who are trying to influence that process in the UK.